იყვნენ მე მინდა ხა ხათუნას მიუბრუნდე და აი ამ ძალადობა არ არის რომელიმე ეპოქის ეპოქიდან წამოსული ცნება ეს ყოველთვის იყო სამწუხაროდ მას ყოველთვის ყვებავდა სხვადასხვა ტიპის სისტემა, სხვადასხვა ტიპის მართლობა და სხვადასხვა ტიპის ზოგადად თანაცხოვრება, ხო? იქედან გამომდინარე, რომ აი მითოლოგიაში განსაკუთრებულად არსებობს სიმბოლიკა, გარკვეული ურთიერთობების, გარკვეული გრძნობების, რამდენად აქტუალურია ეს საკითხი მითოლოგიურ სამყაროში და რამდენად ხდება მისი განსხეულება იქედან გამომდინარე თაღი რო გავავლოთ თანამედროვე ცხოვრებასთან. მოგესალმებით და მე ვუსამძიმრებ ამ თქვენს კოლეგებს ოჯახს ყველას პირველად მომეცახა საშუალება ამისი და არ შემიძლია რომ ამით არ დავიწყო და ცოტა მეუხერხულება კიდეც რომ აი დღეს მაინდა-მაინც ახლა არქეტიპებზე მიწევს საუბარი სხვა რაღაცები შეიძლება ალბათ ნუ მესმის რომ პირიქით საჭიროც არის. კი ბატონო, ხო მოდი აქედან დავიწყოთ რომ კვებავს ამ შემთხვევაში უკვე არქეტიპული გადასახედიდან არ არის მთლად ზუსტი სიტყვა, ანუ პირიქით აი ზუსტად შეიძლება არც მოეწონოს მსმენელს ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ეს არის ძალიან ბუნებრივი, ძალიან ლოგიკური ყველაფერი, რაც ხდება ჩვენ სამყაროში ზოგადად, ხო? ეს აგრესია დაიბადა სამყაროსთან ერთად და ამაში არაფერი გასაოცარი არ არის. თვითონ ეს აგრესია თავისი წარმოშობით არქეტიპულად არის აბსოლუტურად ტრანსცენდენტული. სამყარო შეიქმნა ამ აგრესიით, ღმერთი არის ამბივალენტური, თავისი საწყისით დუალური და ის სამყარო არის შემდგომ უკვე მთელი აი ამ ღმერთის ილუსტრაცია. მე როგორც არქეტიპიდან ამოვდივარ ამ შემთხვევაში და მე უკვე ადამიანებში ეს როგორ გადმოს, არის აბსოლუტური ჰომოლოგია, ღმერთი, კოსმოსი, ადამიანი, არაფერი ადამიანს ისეთი არ ჭერს, რაც ღმერთში არ იყო ჩადებული თავის დროზე. ადამიანი არის ღმერთის ხატი, მითოლოგიაში ასე აბსოლუტურად. მაგრამ არის აქ ერთი მაგრამ საით მიყვავს ეს აგრესია და უძველესმა კულტურებმა თვითონ ძალიან კარგად იცოდნენ აი ამ აგრესიისათვის რა უნდა მოეხერხებინათ. ანუ მართვა რა თქმა უნდა, აგრესია კი არ არის პრობლემა. აგრესია ადამიანს როგორც უძუმწოვარს ადამიანის მოწყობა, როგორც უძუმწოვარის ეს აგრესია. ის არის ესეთი კონსტიტუცია. კი, უბრალოდ როგორ გააღვიძებ როდის და შესაბამის გარემოს. ეს ძალიან კარგად იცოდნენ და ჯერ არის ახლა ამას ძალიან ანთროპოლოგები ძალიან კარგად შესწავლილია ახლა ეს თემა და იციან რომ უძველესი რიტუალები სწორედ მიმართული იყო ამ აგრესიის ადამიანების კოლექტივად ამ აგრესიისგან განთავისუფლებისაკენ და ამაზე იყო განტევების ვაცი რომ ერთი მსხვერპლი რომელსაც მთელი აგრესია გადავიდოდა და რაღაც ერთი წელი ეს ადამიანები რაღაც გათავისუფლებული იყვნენ აი ამ აგრესიისგან. ანუ ეს სისხლიანი მსხვერპლი ჭირდება ადამიანს როგორც ასეც. აი ღმერთის მითოლოგიაში. ხო, მე რა თქმა უნდა. ნუ რა თქმა უნდა, იმიტომ თქვით ასაწყეში რა რაღაცაც ვიტყვი, ეს არის აბსოლუტურად არქეტიპული უძველესი, მაგრამ მე გავიმეორებ კი ბატონო, არა მე გადმოვალ მე უკვე ამ პროცესების ცივილურ ნაწილზე და მე უკვე გასაგები იქნება. ანუ ის არქეტიპულად ეს აგრესია, ეს ენერგია მიდის ორი მიმართულებით, ერთი შესაქმისკენ, ქმნადობისკენ და მეორე განადგურებისკენ. ანუ აქ შემოდის უკვე არქეტიპი აბრეშუმის ჭია, რომელიც თვითონვე ქმნის თავის გარშემო სამყაროს და მეორე თვითონვე ანადგურებს, ხო? და რა ხდება მე კაცობრიობა? კაცობრიობა იმეორებს ამ გზას, ტრანსცენდენტულ გზას, მაგრამ უძველესი დროიდან დღემდე ძალიან კარგად იციან, როგორ ხდება ამ აგრესიის მართვა. სწორი მართვა, რა თქმა უნდა. და როგორც ღმერთის ენერგია მიმართულია სამყაროს შესაქმისკენ, აი ესე ადამიანების ენერგია მიმართულია ქმნადობისკენ. აი მართვა არანაირად სამყარო არ განვითარდებოდა, რომ ეს აგრესია ადამიანს არ ქონდეს. ეს არის უბრალოდ სუბლიმაცია უნდა მოხდეს სწორი, მართვა უნდა მოხდეს მისი სწორი. აი ეს სპორტული თამაშობები თავდაპირველად იყო აბსოლუტურად რიტუალური ხასიათის. ტლაჩტლი მაიას და აცტეკების ტომში პირდაპირ ესეთი სპორტი იყო და მე წაგებულები ერთმანეთს თავს აჭრდნენ და იქ ეკიდა ეს ან თავით თამაშობდნენ და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ ისევ აქ აგრესიისგან გამოთავისუფლება იყო. ანუ რისი თქმა მინდა თანამედროვე სამყაროში მე იწყება ინიციაციები. ანუ 7 წლიდან ყოველ 7 წელს ერთხელ ადამიანი გადის ინიციაციებს, აი ამ ინიციაციების დროს ასევე რიტუალურად, აი ამ უარყოფითი ენერგიების მართვას სწავლობს, იმ ტრანსცენდენტულ ძალებთან ურთიერთობას სწავლობს, ამ ყველაფერს და
საბოლოო ჯამში სოციუმს უბრუნდება ადამიანი აბსოლუტურად მცოდნე, როგორც მცოდნე და თავის მცოდნე, კი, მართვის მცოდნე და ეხლა რა ხდება ნახეთ ჩვენ სამყაროში. შემდეგ ეხლა ეს უძველესი ინიციაციები, ადამიანის მოკვლას ასწავლიან ამ ინიციაციების ბოლოს, რომ აი ეს მკვლელიც უნდა იყოს, არა ესეთი პირდაპირ მკვლელი უნდა იყოს ადამიანი. რატომ? იმიტომ რომ ის აიზულებენ რომ მოკლან, მაგრამ აი ნახეთ, მე უკვე აქეთ უკვე უფრო ცივილურ სამყაროში თვითონ ღმერთი ხდება შეწირული, ნებითი მსხვერპლი, როგორც მე ეს გადავიდა ქრისტიანობაში, ქრისტეს ჯვარცმის სახით. ეს იყო თავდაპირველად ოსირისი, დიონისი, ატისი, აი ესეთი მომკვდარი და აღმდგარი ღმერთები და შემდგომ ჩვენ ხედავთ აი იგივე სცენარს ხედავთ ქრისტიანობაში. რატომ? იმიტომ რომ ადამიანს უყვარს, როგორც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი არქეტიპს ვერსად ვერ წაუვალთ ჩვენ. ვერ გავთავისუფლდებით. ეს არის გამორეცხული. უბრალოდ და ვმართოთ. გავაცნობიეროთ და ვმართოთ. რა საშუალებებით იმართება ცივილიზებულ თანამედროვე სამყაროში? ამაშია საქმე. ამაშია რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ჩვენ უბრალოდ აი ეს უნდა ვიცოდეთ, რომ მე ეს ვმართოთ და თან მთელი დასავლური ცივილიზაცია რას აკეთებს? იცის ძალიან კარგად, რომ ამას სჭირდება ეს ინიციაციას რა ჩაენაცვლა დღეს, განათლება ჩაენაცვლა. აი ამ რიტუალებს, სპორტული თამაშობები, სანახაობები, ანუ ყველაფერია დღეს სამყაროში, ცივილურ სამყაროში მოცემული იმისათვის, რომ შენ ეს აგრესია სწორად წარმართო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რა ხდება? აი სად წაიღოს ამ ადამიანებმა ეს აგრესია? ესენი არარეალიზებული ადამიანები, დაუსაქმებელი ადამიანები, დაგროვილი აი ამ ენერგიით, კი, და არ ხდება ამის გამოთავისუფლება და ბუნებრივია, სადაც ამ ენერგიას წარმართავ, იქ მივა ეს ენერგია, ხო, აგრესიულად, მაგრამ ნახეთ, ეხლა მეორე მომენტიც. უძველესი დროიდან დღემდე ჩვეულებრივად ხდებოდა მანიპულირება აი ამ არქეტიპით, აი ამ აგრესიულობით მანიპულირება. ეს არის მთავარი, რომ ესე მიზანმიმართულად არ უნდა მოხდეს აი ამ არქეტიპის აქტუალიზება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. პოლიტიკური ნება უნდა იყოს, რომ აი ეს ამხელა ენერგია წავიდეს ქვეყნის სასიკეთოდ. გარკვეული ადამიანების გარკვეული ნაწილი არის არარეალიზებული, ამაზე გქონდა ჩვენ საუბარი და ეს არარეალიზება იწვევს იმას, რასაც